შეიძლება თუ არა ორსულისთვის ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარება ან გინეკოლოგიური სარკის ჩადგმა. ორივე საკითხს თანმიმდევრობით ძალიან მარტივად აგიხსნით და ამასთანავე განმარტავ, რატომ ერიდებიან ხშირად ექიმები ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარებას ორსულისთვის ან გინეკოლოგიური სარკის ჩადგმას, მაშინ როცა იღებენ ნაცხს. ეს არის საშვილოსნოს ღრუ, ეს არის საშვილოსნო, აქ არის საშუ. საშვილოსნოში არის ნაყოფი. აი რომ წარმოიდგინოთ, აი ესე გამოიყურება ნაყოფი საშვილოსნოში. აი აქ, მაგრამ აი ამ მულერზე გვაქვს საშოც, აქ არ გვაქვს, ამიტომ უკეთ გაგიხსნით აქედან. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ გინეკოლოგიურ ვაგინალურ ექოსკოპიას, შევდივართ აი ესეთი მომწოდია, რომლითაც ჩვენ შევდივართ საშოში და მივდივართ საშვილოსნოს ყელამდე. ძალიანაც რომ მოგვინდეს, ექოსკოპიური მომწოდით ჩვენ ვერანაირად ვერ შევალთ საშვილოსნოს ღრუში. ანუ ჩვენ არ ვეხებით უშუალოდ ნაყოფს, არამედ უფრო ახლოს მივდივართ მასთან, რადგან ვიზუალიზაცია იყოს უკეთესი. თუმცა ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარება ხდება უფრო პატარა ვადებზე ორსულობის. როცა ნაყოფი გაიზრდება, შემდეგ უკვე ვაგინალური ექოსკოპია არ არის საჭირო და პირიქით აბდომინალურით გაცილებით უკეთ ვათვალიერებთ ნაყოფს. აქედან გამომდინარე, ვაგინალური ექოსკოპია ორსულობის დროს მის ადრეულ ვადებზე არის აბსოლუტურად უსაფრთხო. რაც შეეხება გინეკოლოგიურ სარკეს, რომელსაც ვდგამთ საშოში. ისიც ისმება აი აქ ამ ადგილას და აქაც ძალიანაც რომ მოგვინდეს, ჩვენ ვერ შევალთ საშვილოსნოს ღრუში. იქ, სადაც არის ნაყოფი. ანუ ვერ შევეხებით მას და გინეკოლოგიური სარკის ჩადგმა ორსულობის პერიოდში არის ასევე უსაფრთხო. მაშინ რატომ ერიდებიან ექიმები ვაგინალური ექოსკოპიის ჩატარებას ან სარკის ჩადგმას ორსულობის დროს? ვაგინალური ექოსკოპია და გინეკოლოგიური სარკის ჩადგმა ხშირად ქალებში, არათუ ორსულებში, არამედ არაორსულებში იწვევს გარკვეულ დისკომფორტს. რადგან ორსულები უფრო მგრძნობიარე არიან ნებისმიერი დისკომფორტის და სტრესის მიმართ, ამიტომ ჩვენ ვერიდებით სარკის ჩადგმას ან გინეკოლოგიურ ვაგინალურ ექოსკოპიას. თუმცა ზოგ შემთხვევაში ვატარებთ. გააჩნია პაციენტს და გააჩნია მდგომარეობას. თუ არის ამის აუცილებლობა, მაშინ ვცდილობ, რომ ძალიან დეტალურად და მკაფიოდ აუხსნა ორსულს, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ამის გაკეთება არ მოგაყენებთ არანაირ ტკივილს და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას, რაც დაგვეხმარება ორსულობის წარმატებულ მართვაში.